დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს ბზობას იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა ტაძრის წინამძღვრის მოადგილემ არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ იერუსალიმში მიმავალი ჯგუფი დალოცა, რომლებმაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე საქართველოში წმინდა ცეცხლი უნდა ჩამოაბრძანონ. არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მრევლს გააცნო იმ ღვთისმსახურებების განრიგი, რომლებიც სამების საპატრიარქო ტაძარში ვნების შვიდეულში აღესრულება. ორშაბათს დილის 8 საათზე შესრულდება პირველ შეწირულის ლიტურგია, 17 საათზე სერობისა და ცისკრის ჟამი. სამშაბათს დილის 8 საათზე პირველ შეწირულის ლიტურგია, ხოლო 18 საათზე ზეთის კურთხევის საიდუმლო, შვიდგზის ზეთისწყება შესრულდება. ოთხშაბათს დილის 8 საათზე პირველ შეწირულის ლიტურგია აღესრულება, 17 საათზე იქნება სერობის და ცისკრის ჟამი. ხუთშაბათს დილის 10 საათზე წმინდა ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია შესრულდება და იქნება საიდუმლო სერობის გახსენება. 18 საათზე წაკითხული იქნება 12 ვნების სახარება. პარასკევს დილის 9 საათზე დაიწყება დიდი ჟამნობა, ხოლო შუადღის 14 საათზე წუხრი შესრულდება წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება. შაბათს დილის 6 საათზე აღესრულება გარდამოხსნის გარშემოტარება, წესის აგება და წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია. 20 საათზე შესრულდება შუაღამიანის მსახურება. 23 საათზე იქნება შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან. წაკითხული იქნება სააღდგომო ეპისტოლე. 24 საათზე დაიწყება ღამის თევის მსახურება, სააღდგომო ლიტურგია. დღევანდელ დღეს ეკლესია აღნიშნავს იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში, როდესაც მაცხოვარმა წმინდა ლაზარე აღადგინა 4 დღის მკვდარი, ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა იქაურ ადამიანებში და მაცხოვარმაც წინასწარ იცოდა თუ რა დღეები ელოდა მას და მან მოინდომა გაუხედნელი კვიცით შესვლა იერუსალიმში და როდესაც მაცხოვარი შებრძანდებოდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი გამოვიდა, პალმის რტოებს ტეხავდნენ, ბაიას რტოებს, საკუთარ ტანსაცმელს უფენდნენ და ყიჟინებდნენ ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. მეფურად შებრძანდა მაცხოვარი იესო ქრისტე იერუსალიმში და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ვიცით ყველამ როგორი ვნების დღეები ელის მაცხოვარს, იქნება გაცემა, იქნება შეპყრობა, ჯვარცმა და ამ ყველაფერს მოყვება აღდგომა. რა თქმა უნდა დიდია ამ დღესასწაულის მნიშვნელობა, ტრადიციულად ეკლესიებში იკურთხება ბზა და ეს მთელი წლის განმავლობაში სახლში ხატების კუთხეში უდევთ ეს ბზა ქრისტიანებს. რავოს დაესწარით გილოცავთ. ულოცავ სრულიად საქართველოს, ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს, ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მთელ საქრისტიანოს, დედა ეკლესიას, ამ უდიდეს დღესასწაულს, დიდებულ დღესასწაულს. ამაღამ მიფრინავთ წმინდა მიწაზე და მე მინდა მაინც გითხრათ, რომ იმ პირველი დღიდან, როდესაც კი საქართველოს მიეცა საშუალება ფეხი დაედგა წმინდა მიწაზე, მე და ჩემს საყვარელ ძამიკოს მოგვეცა კურთხევა უწმინდესისგან, რომ გვეტარებინა აი ამ ჭურჭლით ღვთიური მადმოსილი ცეცხლი. აი ეს ჭურჭელი ისტორიულია, მადლიანია. ხო და ამ მადლით დაილოცოს სრულიად საქართველო, ყველა ადამიანი ღმერთმა მშვიდობიანი აღდგომა მოგვივლინოს სულ ყველას. ბზობის დღესასწაულს ულოცავთ სრულიად საქართველოს, ჩვენ საყვარელ პატრიარქს, რომლის რუდუნებით, შრომით და ესეთი დიდი ტკივილებით ქართველი ერი იქამდე მივიდა, რომ ვაგე ტაძრები სავსე არის უკვე და განსაკუთრებით მომავალი თაობა, რომელიც აი დღეს აქადგა ამ დღესასწაულს. ბზობის დღესასწაული გახსოვთ, ალბათ ერთადერთი დღე არის, როდესაც უფალს აი ხოტბა შეასხეს მთელმა ხალხმა და ოსანა მიუძღვნეს. ჩვენ ვეცადოთ, რომ ასევე უფალს ჩვენი გული მიუძღვნა, წინ დაუფინოთ ბზის ნაცვლად ჩვენი გული, სული ვაჩუქოთ, როგორც თვითონ უანგაროდ გაიმეტა ჩვენთვის სიცოცხლე და ჩვენთვის გადარჩენა და ვეცადოთ, რომ იმდენი შევძლოთ, რომ
იუდასავით აღარ გავყიდოთ, როდესაც გადამწყვეტი ჟამი დადგება. მე მგონია, რომ ქართველი ერი უერთგულებს ქრისტეს ბოლომდე, რამე თუ საზეპურო ერია და ივანე ზოსიმეს ტყუილად არ დაუწერია ის ყოველივე რომ ქებაი და დიდებაი ქართული საინსაი როგორც ლაზარე აღადგინა უფალმა მკვდრეთით, ზუსტად ესე აღდგება საქართველო. ეს უწმიდესი სიტყვებია და ჩვენ ამის გვჯერად. ულოცავ სრულიად საქართველოს ბრძოლის დღესასწაულს, ულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმიდესა და უნეტარეს ილია მეურვეს ჩვენს საოცარ ადამიანს, რომელიც ჩვენს ანსამბლს სრულიად საქართველოს ძალიან უყვარს და ქეთს ვიხდით მის წინაშე. ჩვენი ანსამბლი ფესვების სახელით ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს. ულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ წყინვალე დღესასწაულს, სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს დღევანდელი დღის მადლი შეგვეწიოს სრულიად საქართველოს. სრულიად საქართველოს, ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს, ჩვენს სამეუფეო დას, მეუფე შიოს, ულოცავ ბზობის დღესასწაულს, უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში. ულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ბზობის დღესასწაულს, ასევე მეუფე შიოსაც და მინდა საქართველო გაძლიერდეს. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღევლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში. ღვთისმსახურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. ძალიან დიდი დღეა დღეს, არის ძალიან დიდი დღესასწაული. ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს იესო ქრისტეს დიდებით შებრძანებას იერუსალიმში. მოგეხსენება თქვენ, რომ ეს მოხდა აღდგომიდან ერთი კვირის ადრე, ერთი კვირის წინ და დღეს მაცხოვარი შებრძანდა იერუსალიმში, რაც განასახიერებს იერუსალიმი მამათა მიერ, ეგზეგეტთა მიერ მოაზრებულია როგორც საცასწველი, რომელიც ძველი აღთქმის პერიოდში დახშული იყო, ხოლო მაცხოვარმა, რომელმაც განაღო სასწველი ცათა და შიგნით შეიყვანა დაცემული, განწმენდილი კაცობრივი ბუნება, ზოგადად კაცობრიობა. ისი თქვენ, რომ ამ დღესასწაულის სახარების თხრობის თანახმად პალმის რტოთი და ოსანა შეძახილებით ხვდება მას ხალხი და განადიდებენ მას როგორც ღმერთს. დღეს ზეიმობს სრულიად მართლმადიდებელი ეკლესია, ზეიმობთ ყველა ჩვენ დღეს და სარგებლობთ ჩემთხვევით და მიულოცავთ ყველას ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მცხოვრებ საქართველოს შვილებს ღმერთმა ინებოს, დაგიფაროთ, სიკეთით აღგავსოთ და ღმერთი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და ღმერთმა დღევანდელი დღის მადლით აღავსოს სრულიად ჩვენი ქვეყანა და სრულიად სოფლიო. მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდის სახელით დღევანდელი ბრწყინვალე დღესასწაული. დღეს მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მაცხოვრის დიდებით შებრძანებას იერუსალიმში და მეც მინდა რომ ყოვლადწმინდა სამებაში შევთხოვო, რომ ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ილია მეორეს ლოცვით ჩვენს გულებში და მთლიანად საქართველოში შემობრძანდეს და დამკვიდრდეს მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მე მინდა მიულოცოს სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე, ბზობის წყინვალე დღესასწაულის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მინდა მიულოცო განსაკუთრებით სასულიერო სემინარიის და აკადემიის მგალობელთა გუნდის სახელით და მის სიცოცხლე მინდა შევთხოვო უფალს და გვიცოცხლოს ღმერთო ჩვენი უწმინდესი მრავალჟამიერი. ულოცავ სრულიად საქართველოს ბზობას, ულოცავ პატრიარქს, ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს, ჯანმრთელად გვიმყოფოს. სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურება ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მიქაელ ფოფხაძემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. აქ შეკრებილები სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს ულოცავდნენ და ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. მოგილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, დღეს არის ბზობის დღესასწაული, ანუ დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. აღნიშნავთ იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში და როგორც სიმბოლურად იმ ადამიანებმა ტანსაცმელი და ბზის რტოები დაუფინეს უფალს, დღესაც ასე სიმბოლურად იკურთხება ბზის რტოები და მორწმუნე ადამიანებს სახლში მიაქვთ ეს ბზის რტოები. მე პირველ რიგში ულოცავ სრულიად საქართველოს ამ დიდ დღესასწაულს და უსურვებ მშვიდობას, ერთიანობას და ურთიერთ სიყვარულს.
სრულიად საქართველოს ულოცავ ბზობის წკინვალე დღესასწაულს თრავლას დაესწარეთ, განსაკუთრებით ულოცავ ჩვენს პატრიარქს და მეუფეშიოს, ღმერთმა ბედნიერება და სიხარული მოგანიჭოთ. დღევანდელი დღე ძალიან სასიხარულო დღე არის, ყველას გილოცავთ ბრწყინვალე ბზობის დღესასწაულს, განსაკუთრებით ულოცავ ჩვენ საყვარელ პატრიარქს და მეუფეშიოს. მშვიდობა მოეტანოს ამ წელს ჩვენთვის ყველასთვის, სრულიად საქართველოსთვის. გილოცავთ ბზობის დღესასწაულს სრულიად საქართველოს, ღმერთმა მშვიდობა, სიკეთე არ მოგვაკლოს და ულევს სიყვარულს გისურვებთ. გილოცავ ბზობას, ბედნიერ დღეს გისურვებთ და ჯანმრთელი და ბედნიერი იყავით.